გავიჭიდე. გაუმარჯოს. საღამო მშვიდობის. დამოწოლილი ვიყავი. კასათმელი მყირთამალაკ გაბრიელის საწოლზე თუ საწოლში ასე დაგყენებთ. არ აქ დაყენება ცოტა იგაყუდებთ. სიონის გაუთო. წავიღე. ბაზრო ვიყიდე. ერთი ეს შედარებით ოდნავ დიდებია. და ეს. ისინი პატეწუნები. $86 გადავიხადი ამ ყველაფერს, რასაც ახლა განახე. ფასია. ჯონსონის შამპუნი. ეს უნდა მოვწერხო და იყოს ჯერ არ გავხსნი. ეს ზეთი ჯონსონის არა ალოე. და ბუფენის პუდრი. სხვადასხვა ამის ზეთიც კაია, რატო არ ვიყიდე არ ვიცი. მე ვიყიდე, ანუ ამას რო მოვჩევი, იმას ვიყიდი. ბუფენის ზეთი პირველად ხმარი იმის, რომ მასაჟები უკეთდებოდა ხოლმე მაშინ. ანუ მას ის მიმქონდა რა, რაც ამას არ გავხსნი ჯერ. წავიღებ ამასაც. ამ ყველაფრისთვის მაქვს ეს ნაიდი. საწოლზე რომ უნდა მედოს და შიგრო უნდა მელაგოს. მოდი თან ჩავალაგებ. მე ხო იქ მაგისთვის ვიყიდე რომ არ ვეძებ. მართალია შამპუნს აქ არ ჩავდებ, მაგრამ ხალა იყოს დაბლახო არ ვაქრე წინ და უკან. რა ვიცი, წესით არ უნდა მოსწყდეს. რა ვიცი, ესეთი სიმძიმისა არა და რამდენიმე პამპერსად ჩავდებ. და ვიყიდე კიდე კამბების 56 ცალიანი სველი ის საქვია. ამას წავიღებ სამშობიაროში. დიდად სახლში მე სველ იმას არ ხმარობ ხოლმე, იმიტომ რომ წყალი და იმისი ჯანი და საპონი. ანუ ძალიან იშვიათად რა თუ სადმე ვარ ხოლმე წასული, თუ სადმე მიმყავს, რაც ძალიან დიდი ხალისი არ მაქვს რომ მაგით სადმაგით. დაინახეთ რა ვთქვი. მაგით სადმე წავიდეთ, ვინმე თოჯინე. მორჩით, გავაგზელო. მე რო ავდექისცად. მარა სამშობიაროში წავიდე. აი ასე. და ვიყიდე ამას შევინახავ, იმიტომ რომ პატექში რაღაცებინა ჩავდო ხოლმე. დედასი, საიდან გამოძვირდი? მოდი აქ იკანო. მოდი. რო გეძინა, რატო გაიხვიცე? ისე უკ მე რა ლამაზი ხარ ვიცოდი რა. ძალიან ცხოვრება ხარ ბიჭო. ძალიან ბჭყურიალა და გამჭვირვალე და ძალიან ფერადი ხარ. რა უყო მასე ხამე. აი ცხოვრებას რა უყო ეხლა. აქ იყავი, მიდი, გაბროსა წოლზე დაწიკი. 13 წლიანი შესვენების შემდეგ
3 ჩემს ოჯახში არ ყოფნის შემდეგ ამ ბეიბის საფერი გამოჩნდა და საჩავდა ისეთი ბეწო ღმერთო რა იცოდეთ რა ბაწაწინა გადი დედიკო გადი თუ გინდა ხარ ჩამოხდი პოდი რო ფუქატი მოხდა რა წერი თუ წყალი გინდა არა მიგინდა ჩაგიყვან მე დამლა კიდე ცოტა აი ძა პატატინა ხალხნებო ძალიან პატარა ვესია ძა საყალობა ეხლა ამდენივე პაპირს არ წავიღებ მე სავარაუდოდ საალობაში მოხედი ისე მოხვალ მაგრამ მეზარება ეხა რომ ამოვქეკო ისევ რამე მაქვს და რა არა ამიტომ რადგან მაინც ადიელას ველოდებ ვაიმე ფეხი და გადგი გოი ბიჭო დიდი პაწაწინა ხარ და ფეხი და გადგა ვაიმე რა თბილია აი რა კაია ეტაკზე რომ ანუ ისია დაცული რომ სიცივე აღარ ამოდის ფლოსტი აღარ მაქვს ამდენ ხანი ფლოსტი არ ჩავწვი ტიტლიკანა დატანტლე ეხლა ვფიქრობ ავა მოვიდუღო და დაბლა ჩავიდე დავჭიდე და ის ქნა რა იყო დავთავრო მოქსოვა რამდენიმე იმის ამოღება დამჭირდება აქ მაქვს მე ეს არ ვიცი წავიღო თუ არა სუდოკრემი აქ სახში დავტოვებ ნასკერი პილიონკებს კი რამდენიმე ჩავდებ აუცილებლად აქ მაქვს მოკლეკლავიანი ბოდოები რომელიც აუცილებლად უნდა წავიღო უბრალოდ ავარჩევ რომელს წავიღებ იმიტომ რომ შიდა ჩასაცმელად ეხა მარტო მოკლეკლავიანებით არ მეყოლება იქ აი ესეთ იმას წავიღებ ერთ ცალს ანუ შიგნით ჩასაცმელი და რომპერები რო არის თლიანები მაგებსაც წავიღებ ერთი ეს რო ვიყიდე თავიდან მე ამით ამას არ შევიტან ექიმებთან რომ ეს ჩააცვან იმიტომ რომ შეიძლება გამოვაგდონ ბავშვი მაქვს ისეთი რომლებიც ამეც ვგიჟდები ივანეს ბარბარეს და ნინოს ნაქონია ეს ორი ფიქრობ რომ ამებს წავიღებ და მე მგონი კიდე მაქვს ეგეთი რომპერები ერთიანი ამზადებ უკვე არა ადიელასაც რო მოდი აქეთ მოდი აი ესენია პატარა პილიონკები არ არის მაგრამ ესე ვუფენდი ხოლმე დაბლა ან ამას გადავაფარებდი ხოლმე რომ ეძინათ მიფხავი და აი იმას ხმარობდი ეხლა მივხვდავთ იმისა რომ მუქი ფერია ძალიან მაგარი რამეა ხალხნო არ ვიცი დიდებიც იყიდებოდა ეს იოანეზე დედამ იყიდა აი თან იწელება და აი ელემენტარული აი ძალიან მაგრა თეფა აი ეთკიცებოდათ რა ზედ რო ვაფარებდი ხოლმე და ამას არ წავიღებ ეხლა მუქი ფერის გამო რა იყო რა თვითონ ეხლა შავიც არ არის მუქი ის არის რა მაგრამ სახში მაგრათა ხმარობდი ამიტომ ესენიც გამზადებული მაქვს აქ უკვე და მილაგია ეს რომპერი სქელია ამ სქელებს არ წავიღებ და აქ მაქვს კიდე ნატალიას მოცემული რამერუმები საიდანაც აირჩევა ხო სავარაუდოდ ხო და მოკლედ ადიელას რო გავაკეთებ დავამთავრეთ მე ერთიან ჩავალაგოთ მანამდე აი ესე დავტოვებ ნახეთ ეს რა კარგად ჩალაგდა აქ ჩავდებ მე რა ვიცი რა დაბრჩა საიდელი აი ესეა ყურის ჩხირებდი ეგეთი რაღაცები ხო და რო გამოხვალ შუქი ჩაქრე აუ და ისა ტელეფონი იყოს და იქ ხო წეღანი ვიყიდე ყველაფერი მე აქ სულ მოვიწყდება რომ ხელი არ უნდა დავაკარო
არა, დენიდან ამი არ არის, მაგრამ მაინც ბათიშვილი აქვს ლაშას მაგ. ეს ქონდა წაღებული. ეს და თითქმის გავედი ბოლოში, იმიტომ რომ აი ეს ერთი აღარ უნდა დავამატო. ანუ მეცა გავწიო. აი ეს რაც რა ხელაც არის. ეს უნდა გავხადო მაგ ხელა და всё. ნახეთ. და გამოვიდა მთლიანობაში ასეთი. მავალოა დაბლა. ეხა წავალ სარიქს. ეს აქვს. ცოტა ხანი გაართე, ეგ რაღაცა თამაშია, რაღაცა უყავი. სად გიზის და ჩამოცულდება და თმას თავზე დაგფხაჭნის. ეგეთი რამეები არ გავაკეთე. დღეს აი ყველანი დახოცილები ვართ ხალხო. ვეღარ ავანთე იშუქი რაც მე მინდა. ამ სიცხის გამო აი ვერავინ ვერ ავდექით და იმიდან. კიდე კაი რომ მართლა არაფერი არ მქონდა გასაკეთებელი, თორე აი არ ვიცი. ой დედა. რაც შეეხება გამოცდაზე იყო რამდენიმე კითხვა დასმული. რა ხდებოდა გამოცდაზე? ხალხო ურთულესი მათემატიკის გამოცდა იყო. ურთულესი მათემატიკის გამოცდა იყო დღევანდელი დღე. პირველი სესია რთული იყო და მეორე რამდენიმე ბავშვმა დაწერა რომ რთულზე რთული. არ ვიცი ხა ვისთვის როგორ მათემატიკა ხა რომ რაღაცა ანუ იოანე რო გამოვიდა და მათემატიკის არ ეშინოდა, იმიტომ რომ მათემატიკა ძალიან უყვარს და კარგათაც ესმის მათემატიკა და ერთადერთი რაც თქვა გამოვიდა და ძალიან რთული იყო. ძალიან რთული იყო და მეთქი დაწერე და კიო დავწერე, დროც კარგად მეყო და დავწერე, მაგრამ აი საშინლად რთული იყო. რაღაცა ისეთი საკითხები, რომელიც სამნაირად მივდექიო და ერთი და იგივე პასუხი რომ მივიღეო, მაგ შემთხვევაშიო მოვნიშნეო, რომ ის იყო სწორიო. და მე მასწავლებელთან რო გაიარა და ის რაც ახსოვდა ის კონსულტაცია სწორეები ჰქონდა ეგენი. და ეხლა ლოდინის გარდა არაფერი არ დაგვრჩენია. და ბევრმა მომწერა რაქნა იოანემ რაქნა და იმიტომ რომ თვითონაც საბარებდნენ ბავშვები და ანალოგიურად ყველა ვინც გამოვიდა თქვა რომ ძალიან რთული იყო. და რა ვიცი რა, ნახოთ ახლა. შედეგები ვსტაბილობთ და ნახოთ რა როგორ ანაირად მოხდება. ნახე ერთ-ერთი მშობელი ვნახე რომელიც რომლის გოგოც არქიტექტურაზე აბარებს, ვიჭურავეთ ვილაპარაკეთ, მე იოანეს ვეუბნები რომ შენ ჯგუფელის დედა ვნახეთ კიდე. და მეტანი ადრე მომივიდა ჩარიცხო ბავშვისა, მაგრამ ხო და აღმოჩნდა რომ ბევრი ძლიერი იყო მათემატიკაში დღეს იქ ბავშვების, მაგიტო ვამბობ რომ არავინ არ იცის რა მოხდება ჩარიცხვის დროს, რამდენი მაგარი ძლიერი ბავშვი იქნება და არა უშავს თუ რაღაცაა და სიტყვაზე გპ-ის ხოდის ვიწერია ჩვენ. ოღონდ მაგ მიზნით რომ მეორე სემესტრიდან მობილობას გავაკეთებთ. და ნახოთ რა ყოველ შემთხვევაში რაღაცა იქნება. აქ ვარ. ასე რომ სირთულე იყო ძალიან დიდი. ეხლა რომ ის დაიდება ნიმუში მეთქი დაიძახ. ნიმუში რომ დაიდება, სავარაუდოდ მასწავლებელთან ერთად განიხილავს მაგ ამბავს და ნახოთ რა იქნება. დამცხალ. საოცრად ცხელა იმ ფარტას გავწერეთ. რაოდენად არ მომიჭირდეს სანამ დავასრულებ ვიდეოს, მინდა რომ ერთი ინფორმაცია გითხრათ. რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც მახსოვს კიდეც სახელი გიორგი ქვია ამ ბიჭს, ებრძოდა სიმსივნეს და
მაშინ ტელევიზიაშიც გაჟღერდა ანგარიშის ნომრები და ხალხი დაეხმარა და ძალიან მიხარია, რომ ჩემი არხიდანაც მოხდა მისთვის დახმარების გაწევა, ბევრი თქვენგანი დაეხმარა და ვიცი, რომ ამჟამად კარგად არის. მერე იყო სანდრო, რომელიც უცბად არაფრის საიდანღაციდან კუნთები, ანუ გაეთიშა რა რაღაცა ეგეთი. აღარ მახსოვს ამ დაავადებას რა ქვია და ბევრი თქვენგანი დაეხმარა მახსოვს და დღესდღეობით სანდრო კი გადის რეაბილიტაციას და რაღაცა, მაგრამ კარგად არის და ძალიან დიდი წინსვლა აქვს და უკვე თითქმის ისევ ისეთი დამოუკიდებელი ბიჭია, როგორიც იყო მანამდე. მერე იყო ჩემი დანიელი, გახსოვთ? დანი, რომელიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეთ, რომ პირველად დანიელი წასულიყო თურქეთში და გამოკვლევები გაეკეთებინა და რაღაცა. დღეს დანიელი სკოლაში დადის, სპეციალურ სკოლაში, ეს ერთი თვე ივლის რო შეხედო რა როგორანაირად და სექტემბრიდან უკვე ჩვეულებრივ ივლის სკოლაში. გონება აქ იდეალური, უბრალოდ ტვინიდან არ მიეწოდება დანიელს ის ინფორმაცია, რომ უნდა დაჯდეს, უნდა გასწორდეს, ანუ ხერხემალმა დაიჭიროს, ნერვმა დაიჭიროს და იდგეს ფეხზე. ეგ პრობლემა აქვს დანიელს. თორე გონებით ძალიან საყვარელი და ძალიან სიცოცხლე. იყო კიდე პატარ-პატარა ისინი, რაშიც ვცდილობდი ხოლმე, რომ ძალიან არ შემეწუხებინეთ, მაგრამ ინფორმაციის დონეზე მომეწვლინა ხოლმე თქვენთან ეს ინფორმაცია და მეთქვა, რომ ეს ადამიანს ბავშვს, მით უმეტეს, როდესაც ბავშვსია ხოლმე ლაპარაკი, ვერაული გვერდს, თითქოს მერე ერთი პერიოდით Facebook-ზე არ შევდიოდი იმის გამო, რომ დანაშაულის გრძნობა მქონდა, რომ თითქოს ერთს რო ვეხმარებოდი და მეორე საშუალება აღარ მქონდა, თანხოიცი რომ თანხაც რო შენც რო გჭირდება და ეგ მომენტი მქონდა, რომ ანუ შენ რაღაცა მატერიალურში გჭირდება და ბავშვი სიცოცხლისთვის იბრძვის და იმდენად დამრთულნე და ის ცუდი გრძნობა ალბათ ბევრ თქვენგანს სჭირს ხოლმე ეგ რაღაცა. და იყო ხოლმე პერიოდი, რომ აღარ შემოვდიოდი. ამ ბოლო ხანებში იყო მე გაგაცანით ნიაკო ჩვენი სოფლის ანგელოზი, რომელიც თავის ტვინის ღეროვანი უჯრედების ამ ადგილას დიდი სიმსივნე ჰქონდა, რაზეც მიდიოდა მისი ბრძოლა სიცოცხლესთან. და ბევრ თქვენგანი დაეხმარა, ბევრმა თქვენგანმა ჩაურიცხა. ვინც იცის ეს გოგო ნატაშკა, რომელიც ძირითადად კურირებდა ამ ფონდს და ნიაკოს დახმარებას, ყოველდღე დებდა ვიდეოებს ნიაკოს მდგომარეობას ვაცნობდა. რაო დედასი, მოდი ჩემთან, მოდი და წადიყვან გარეთ ცოტა ხანი გაგასეი. მოდი, ვიცი რომ გარეთ გიდა, მოდი. წუხერ ღამითაც ხო გითხარით წინა ვიდეოში, რომ ძალიან გვიან დავწექი და სკროლავდი და ვათვალიერებდი და შეხვდა ნატაშკას ვიდეო, რომ ითხოვდა თანხას, რადგან ნიაკოს სჭირდებოდა კიდე ბევრი რაღაც თან სასწრაფოდ. იმიტომ რომ თითქმის ამ ვერაგმა დაავადება ბავშვი საწოლს მიაჯაჭვა ყველანაირად, სუნთქვით, ჭამით, ყველაფრით. და იყო რა, ანუ იცი როგორ იყო, რომ რაღაცა წამალი სჭირდებოდა ბავშვს, სჭირდებოდა ჟანგბადის აპარატი ეყიდა ოჯახს. იმიტომ რომ ქირა იყო ძალიან ძვირი, სტამბოლში იყო ბავშვი. და მაგისთვის ითხოვდნენ თანხას, რომ იქნებ დახმარებოდა. და მიხარია, რომ ძალიან ბევრი ქიმია, ძალიან ბევრი რაღაც ხალხის დახმარებით გაკეთდა და მიხარი ხართ ესეთი ხალხი, როდესაც მით უმეტეს ბავშვის მდგომარეობას გულთან მიიტანთ ხოლმე და ეხმარებით და ვიფიქრე, რომ დილაზე მეთქი აუცილებლად ჩაურიცხო, მაგრამ
არა იმ ხელში ზუსტად ის ტელეფონი მეჭირა სადაც მობაილ ბანკი მაქვს ზუსტად და მეთქი სანამ დილა გათენდება არ დამავიწყდეს და ნიაკოს გადავურიცხე თანხა. ნიაკო უფრო გულთან იმიტომ მივიტანე რომ მის ოჯახს ვიცნობ მარტყოფილები არიან და ქვემოთ ჩემი მეზობლები არიან და ძალიან სხვანაირად აღვქონი მიუხედავად იმისა რომ ბავშვი თვალით საერთოდ არ მყავდა ნანახი. ფიზიკურად ახლო არ მყავდა მე ბავშვი ნანახი. და დავდე ტელეფონი და დავიძინე. დილას რომელი იყო ადრეს ჩვენ რო საგამოცდოთ უნდა წავსულიყავით და რაღაცა ივანეს კარტოფილს უწვავდი და შეველი ტელეფონის იმაში სანამ მეთქი ამოურევ ნახობა რა ხდება მეთქი ისე და შემხვდა ნატაშკას ვიდეო რომ ნიაკო ანგელოზებს შეუერთდა. ჩვენ ყავს ნიაკო სახით უფალთან ანგელოზი. სამწუხაროდ დაუმარცხდით ამ საზღარ დაავადებასთან ბრძოლაში. გამძლეობა მის ოჯახს, მის დედას, მამას, ყველას. წინა თვეს ნიაკო გახდა 8 წლის. ჯამთელად გიმყოფოთ უფალმა შვილები მაგაზე მეტი არ ინატროთ ხალხო. არაფერი საერთოდ. დარწმუნებული ვარ იქ სადაც ახლა არის ძალიან კარგად არის და ოჯახს თავიანთი ანგელოზი ყავს ზეცაში.